არის ორი ტიპის მიდგომა ამ ვაჭრობებზე. არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი. გრძელვადიანი ესეთი ტიპის ვაჭრობა, როდესაც თქვენ ყიდულობთ რაღაც სტაბილურ ტოკენს, რათა ის შეინახოთ ხანგრძლივად და აღარ მოახდინოთ მისი ეგრეთ წოდებული სპეკულაცია, გაყიდვა. ესეთი სტაბილური სიმყარე ამ ბაზარზე არც ერთ კოინს არ ახასიათებს, თუმცა შედარებით თუ იმჟელებთ, ყველაზე სტაბილური არის ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა, ლინკი და სხვა, მაგრამ ამათაც ეხება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ხანდისხან ისინიც უცებ ჩამოვარდებიან, მაგრამ სხვებთან შედარებით ეს უფრო გამოირჩევა სტაბილურობით. რა თქმა უნდა, ეს რამოდენიმე ათეული ასეთი კოინი არის, მემე კოინები, ეგრეთ წოდებული ჰაიპი, რომელიც მხოლოდ რაღაც ინფორმაციებით და ანუ ეს უფრო სასპეკულაციო კოინებია და არა ვთქვათ შესანახად ის დიდ რისკს შეიცავს. Stable კოინები არის იგივე ჩვენ პულიც გვაქვს დოლარი, ევრო და სხვა. ეს არის უფრო ის არც მოგებას იძლევა, ის არის სტაბილური კოინი, არის stable coin თვითონ სიტყვაც მაგას მიანიშნებს, რომ ის არის იგივე ფული, რაც არის ევრო, დოლარი, ოღონდ ციფრულში ასახული. თქვენ თვითონ უნდა განსაჯოთ თქვენ რომელი სტრატეგია თქვენს გარდა ამას ვერ განსაზღვროთ, თქვენი ფულია და თქვენ რა თქმა უნდა კონსულტაცია იმიტომაც მაქვს, რომ ამ ორ იმაში გაგარკვიოთ მიმართულებაში და მაგრამ არჩევანი როგორც გითხარით თქვენ უნდა გააკეთოთ.